მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს მე მინდა გავაკეთო გაშლა, ვინ მოყავს ბედს თქვენს ცხოვრებაში. ის არხი, სადაც ჩვენ ვაკეთებ გრძელ გაშლებს, იმ არხზე გავაკეთებ ძალიან საინტერესო გაშლა, სადაც არის აი რა არის თქვენთვის საჭირო, რომ ბედნიერი იყოთ რა. და ნამდვილად აი ნახეთ ძალიან მაგარი გაშლა გამოვიდა, აი ამის გაგრძელება რატომღაც მომინდა აი აქ მოკლე გაშლა გამეკეთები, ანუ ვინ არის ეს ადამიანი თქვათ, რომელიც თქვენ არ უშვებთ თქვენ ცხოვრებაში და ვინც უნდა მოგიტანოთ თქვენ ეს ბედნიერება, ხო? ანუ ან ვნახოთ ვინ მოყავთ, ხო, ეს ადამიანი, ვინ არის ეს ადამიანი. თუ გაინტერესებთ, შედეთ და ნახეთ ახლა ეს გაშლა, ну ის გაშლა, რომელიც გავაკეთე თქვენს ბედნიერებაზე და აი აქ გავაკეთებ ახლა უბრალოდ ვინ არის ეს ადამიანი, რომ აი თქვათ ვინც მოყავს თქვენთან, ხო? ნახოთ ახლა. პირველი კითხვა მაქვს, ანუ ვინ არის ეს ადამიანი? რატომ ბედს მოყავს? ან даже უბრალოდ როგორ ვკითხოთ იცით? რატომ გაკავშირებს ბედი რა? ერთმანეთთან რატომ იყავხარ თქვენ? რას შემოიტანს ეს ადამიანი შენ ცხოვრებაში? გაქვთ თუ არა თქვენ მომავალი? თუ გაქვთ, მოდით ვნახოთ როგორი, აი აქ დავდებ და ვნახოთ ახლა გზავნილი უკვე მაღალი ძალებისგან, ანუ ამ კავშირზე რა. რას გეტყვიან? ვნახოთ ახლა ჩვენ. კი, აი თვით ბედი აქ ერთობა, ნახეთ ბედით გამოგზავნილი ადამიანი, სულ ახალი ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში. კი ბატონო. კი. და უკვე მაჩვენებენ, რომელიც თქვენ გამოგიყვანთ, აი თქვენი, ანუ ტკივილებიდან, რომელიც თქვენ ნამდვილად ახლა გაქვთ განიცდეთ. შეიძლება თქვენ ჯერჯერობით პირიქით, აი როგორ ხართ, იცი არ მინდა, ახალი არ მინდა, არ მჭირდება, მირჩევნია ვიყო იქ, სადაც ვარ თუ რაღაცა და გაქვთ, ნუ მაგრამ აქ დასრულება არის ვიღაცა ადამიანთან, ანუ იგივე გამოდის ზუსტად რა. აუცილებლად ის გაშლა ნახეთ, თუ ვისაც გაინტერესდა რეალურია თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ აი აქ ზიხარ და ელოდებით ბედნიერებას, იმიტომ რომ თქვენი აგერ გულის ტკენა მიდის, ვაფშე უნდა წავიდეს, თქვენ ყველაფერს ამისთვის უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ თქვენ გადახართ იმპერატრიცას როლში, იმპერატრიცა ახალი რაღაცა არის და უკვე всё, აი ეს ძველი რაღაცები უნდა წავიდეს, ასე აი უკვე პრინციპში მოგვიყოს ყველაფერი, ხო? კაი. აი, ნუ გაგრძელება არის იმ გაშლის უეჭველი, რა ვიცი, ახლა ვიფიქრო რა გავაკეთო. ნუ ნახეთ რა. ის აქტუალური არის, ხო? ახლა ის რომ არ მინდა ახალი, მინდა ძველი, მაშინ დარჩეთ ისედაც ხართ, ხო? და ეს გაშლა თქვენთვის ნამდვილად არ იქნება რა. ეს იქნება იმათთვის, ვინცაც ნამდვილად უნდა ბედნიერი იყოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუშვებს იმ ძველს დაუშვოთ და იმ გაშლაში ძალიან კარგად არის ახსნილი რატომ, რა შეგიშლის ხელს თქვენ ის კავშირს, რომელიც უკვე არ გავსებს რა. ვინ არის ეს ადამიანი? ვინ არის ახალი? აი სულ ახალი ადამიანი არის. ადამიანი ახალი ენერგიებით არის ეს ადამიანი, რომელიც არის, აი ნახეთ, თვითონაც შეიძლება ბევრი რაღაცა გამოიარა ამ ადამიანმა, მაგრამ თვითონაც ეს ადამიანი მზად არის იმისათვის, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს. მზად არის ეს ადამიანი, აი ძალიან როგორ გითხრათ, ახლა შეიძლება იყოს აქ სხვაობა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ აი სრულიად ახალი, შეიძლება იმანაც გაიარა რამე ტრანსფორმაციები დაუშვათ და უძლიერესი პიროვნება, რომელიც ნამდვილად კი ბატონო, მაგანაც გაიარა ბევრი სირთულეები და აი ამ სირთულეებმა გახადა ეს ადამიანი ნამდვილი იმპერატორი. ანუ აქ იქნება ადამიანი, რომელმაც გითხარით, ტრანსფორმაციები გამოიარა. ბევრი რაღაცა თავის ცხოვრებაში უკვე თვითონაც შეცვალა, ბევრი რაღაცა გაიაზრა ამ ადამიანმა და ეძებს ახლა თვითონაც ისეთ ადამიანს, რომელიც იქნება მისი სწორი, ასე რომ ვთქვათ, გაიგეთ, უძლიერესი პიროვნება, სრულიად ახალი, ეს არ არის ყოფილი ვიღაცა, ხო? ნახოთ რატომ ახლა გაკავშირებს თქვენ ბედი, რატომ გაკავშირებს, იმიტომ გაკავშირებს, რომ უნდა გაიაროთ ახლა უკვე ამ ადამიანთან რაღაცა ну, შემდეგი ეტაპი, ასე რომ ვთქვათ რა. შემდეგი ეტაპი უნდა გაიაროთ მასთან. რატომ გაკავშირებს ბედი? რატომ გაკავშირებს ბედი? აი აქ როგორი მომენტი არის, იცით, რომ ამ ადამიანმა უნდა შემოიტანოთ თქვენთან სიხარული და სხვათა შორის აი თუ რამე სირთულეები იყო თქვენ და აი ეს даже სირთულეები კი არა, რატომ გაკავშირებს, ხო? იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით, აი თითქოს როგორ ის მომდეს, იცით?
აი ხო არის თქვათ მიჯაჭვულები არიან ადამიანები, როცა თქვათ აი ენერგიებით რა. და ეშმაკის არკანი როცა გამოდის, აჩვენებს უფრო აი თქვათ ამ კარმული თემებს. აი აქ რატომღაც მოდის როგორი თემა, იცით, რომ თქვენ უკვე პირიქით ამ ადამიანთან, აი ამ შემთხვევაში ეშმაკის არკანი მაჩვენებს მე იმას, რომ მიწიერ დონეზე თქვენ უნდა იყოთ ერთად, მაგრამ ეს როგორი მომენტია, ხა ეშმაკს ხო აქ ახლა ბნელი მხარეც და ნათელი მხარეც. აი აქ თითქოს ეს უფრო მოდის ნათელი მხარისთვის რა. რომ ეს გაჩვენოს თქვენ, იმიტომ რომ ეს თითქოს როგორი მომენტი არის. აი აქ უფრო მეგობრული არის, აქ უფრო რაღაცნაირად აი როგორ იცით, აი როცა ადამიანს შეუძლია თქვენ ეგრევე გამოგიყვანოთ იმ პრობლემებიდან, რა პრობლემებიც გქონდათ რა. ანუ პრობლემებს რაც ხდება ვერ ხედავდით თქვენ რაღაც წინსვლას გაძლევს ეს ადამიანი და ანუ სულ სხვანაირად უნდა იყოს რა, ეს სულ სხვანაირად, იმიტომ მითხრეს რომ აი თითქოს აი ძალიან რაღაც დიდი სიხარული უნდა მოიტანოს ამ ადამიანმა, ხო? აი ეს თქვენი დაუშვათ ხო რომ გქონდათ ადამიანთან ადრე, ხო? აი გაუგებრობები, გაურებული სიტუაცია, ვერ ხვდებოდი რა იქნება, როგორ იქნება, ხო? აი ეს ყველაფერი ამ ადამიანთან უნდა დასრულდეს. კი, აი თქვენი გულის ტკენები და ყველაფერი უნდა დასრულდეს და უნდა შემოვიდეს აი აქ დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ აჩვენებენ რომ აი უკვე ეს აი თუ დაუშვათ იყო რაღაცა სამკუთხედები, თუ იყო დაუშვათ რაღაცა სხვათა შორის თუ თქვენი ადამიანი იყო სამკუთხედში იყავით, აქ ვიღაცისთვის არის ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი გამოდის სამკუთხედიდან და მოდის თქვენთან სხვათა შორის. აი აქ არის ვიღაცის ინფორმაცია, ეს არის ძალიან იშვიათი, აი ძალიან იშვიათი, მაგრამ აქ ვიღაცასთან გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი რა. ნუ ნახოთ, რას შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში, რა შემოიტანს და შემოიტანს სიყვარულს. სიყვარულს იმის შემოიტანს. მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება თქვა, აქ იყოს როგორც გითხარით სხვაობა, მაგრამ ეს ადამიანი არის, როგორ იცით, აი თვითონაც სწავლობს სიყვარულს რა. აქ ადამიანი თითქოს აი არ არის ისეთი, რომელიც თქვა, აი არაფერი რომ მაგას არ ესმოდეს. კი, ახალგაზრდა პიროვნება, მაგრამ სწავლობს ეს ადამიანი, რას მოიტანს ეს ადამიანი, აი იმას მოიტანს რაღაცა როგორ არის, იცით, აქ როგორი სიტუაცია შეიძლება იყოს, არა სხვაობა უეჭველი იქნება, პატარა იქნება ეს თქვენზე, ნუ რამდენად ეს უკვე საჯარო გაშლაში ხა ვერ გეტყვით, მაგრამ უბრალოდ როგორი თემა არის აქ, იცით? ადამიანი, რომელთანაც თქვენ შეგიძლიათ თუ ვისთვისაც აქტუალური არის, ხო? даже აი ნუ შვილებიც კი. შვილებიც კი შეგიძლიათ თქვა, რომ აი ნუ გეყოლებათ, იმიტომ რომ თქვენ მზად ხართ უკვე იმისათვის, რომ აი იმ უშუალოდ აი ეგეთი რაღაცა ურთიერთობა მიიღოთ რა. ანუ რაღაცა არიან ხო აი ესეთი ადამიანები თქვათ, თუნდაც იყოს თქვენზე პატარა ახლა ხო რა მნიშვნელობა, მაგრამ ადამიანმა უკვე თვითონაც ბევრი რამ გამოიარა ცხოვრებაში, ხო? და უკვე იცის მაგასაც რაღაცა გამოცდილება აქვს ამ ადამიანს და უკვე სიყვარულს აფასებს, აი უფრთხილდება თითქოს, გაიგეთ რაღაც ეგეთი მომენტი და აი თქვენთვის ეს იქნება რაღაცა სხვა ეტაპზე გადასულა, რაღაც აი როცა ერთად მივდივართ ყველგან, როცა ანუ მე მირჩევენ ყოველთვის, მე მირჩევენ, გაიგეთ? ანუ რაც არ უნდა იყოს, ანუ საქმე ექნება თუ რაც იქნება, ანუ აქ ადამიანისთვის მე ვარ მნიშვნელოვანი და არა მისი საქმეები, გაიგეთ რა ხდება? აქ იმიტომ რომ შეიძლება თქვენ იყავით ესეთ ურთიერთობაში, სადაც თქვათ вообще არ ვიცოდეთ თქვენი ადგილი სად არის, ხო? მაგრამ აი აქ ზუსტად არის ეს მომენტი, რომ ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ამ ადამიანს აქ ეს მომენტი, რომ თქვათ, აი მე მინდა, ანუ მე ვირჩევ სიყვარულს, სიყვარულს მოიტანს. აი ზუსტად თქვენ, აი აქ ადამიანი არ ჩარევს არანაირი მესამე სიტუაციებს რა. ეს მესამე შეიძლება იყოს სამსახური, შეიძლება თქვათ მანძილის, ну 1000 რამე შეიძლება იყოს რა, რაღაცა რაც გიშლიდა თქვენს, აი აქ რა. აი გამოგიყვანთ ამ აქ ეგრევე მაჩვენა რა. გამოგიყვანთ თქვენ იმ სიტუაციაზე, სადაც თქვენ თავს ვერ გრძნობდეთ, რომ თქვენ მისთვის ხართ პირველი, თქვენ აქ დადგებით პირველ ადგილზე მისთვის, ну მაგის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილზე დაგაყენებს ეს ადამიანი და ეს ძალიან გაგეხარდება თქვენ ნამდვილად, იმიტომ რომ ეს აი ეს დამთავრდება ეს გაუგებარი რაღაცა თემები, აი აქ დამაბრუნეს რა. და რა გაქვთ თქვენ, რა მომავალი გაქვთ?
რა მომავალი გაქვს და კი ბატონო, აქ სხვათა შორის ძალიან დიდი წინსვლა გექნებათ. აქ მართლა მომავალი არის კარგი, იმიტომ რომ აქ არ არის მარტო როგორი აბა აქ ეს ადამიანი თვითონ არის საქმიანი, ხო? და ძალიან სხვათა შორის გექნებათ, აი, შევა ერთად რამე გააკეთოთ თქვენ ახლა ამ ადამიანთან ერთად, იმიტომ რომ თვითონ ტიპი, რომელიც არ ზის ერთ ადგილზე და ადამიანი, რომელიც ახლა მართლა, შეიძლება ზოგადად ბიზნესი გქონდეს ერთად, რატომაც არა რა. მაგრამ რაღაც საინტერესო გზა გექნებათ, იცით კი? აი, დაჟე ნახეთ რა ხდება. აქ როგორი მომავალი არის, როცა აქ ადამიანი არის, იმის მიუხედავად, ნახეთ, მართლა სხვაობა გექნებათ, იმიტომ რომ აქ იმპერატრიცა მოდის და აქ მაინც მოდის აი ძალიან დიდი და რაღაცა არა. სხვაობა ასაკში შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ ნახეთ, ეს ადამიანი არის წამყვანი და ანუ თქვენ თითქოს მოგეცემათ საშუალება, რომ ცოტა მოდუნდე. რა, აქ ადამიანია, რომელსაც არ ეშინია არანაირი პრობლემების რა. მე თვითონ გადავწყვეტ ყველაფერს. ანუ ეს არის ჯანსაღი თემა, ზუსტად როცა ადამიანი ნამდვილად თვითონ გადაწყვეტილებას, აი კაცი გადაწყვეტილებას იღებს, მე წინ შენ მომყვები, ხო? აი ეს არის ეს ძალიან მაგარი პოზიცია რა ქალისთვის და აი პირველად რო თქვენ შეიძლება იქაც იმპერატრიცაზე იყო ლაპარაკი იმ გაშლაში, იმიტომ გეუბნებით რა. და აი აქ პირველად თქვენ იგრძნობთ თავს, როგორ იცით, რომ აი ჩემ ადგილზე ვარ. კი, მაგ რაღაცა ჩემი საქმე თქვა. აი გინდათ სახში იყოთ, კი ბატონო, იყავით სახში. გინდათ თქვენი ხობი გქონდეთ, კი ბატონო. გინდათ თქვენი საქმე გქონდეთ, კი. მაგრამ კომფორტულად იგრძნობთ თავს. ზოგი შეიძლება საერთოდ სამსახურიდან წამოვა და იტყოს რომ რა გინდა იმ სამსახურში და აი სახში იყავი და შენით თქვა რა გაერთი, რაც შენ გინდა თქვა. აი შენ როგორც გესიამოვნება ისე. მე არ ვიძახე რომ თქვენ ახლა ბორშებისთვის დაგტოვოს სახში. არა. პირიქით, აი შენ როგორც გინდა, შენი გრძენი თავი, კარგად. აქ არ გამოვრიცხვა, მართლა ვიღაცა შეიძლება დაჟე შვილსაც გაუჩენ. თუ თქვენ ხართ ახლა იმ ასაკში, ან შეგიძლიათ დაუშვოთ, ხო? ნუ ნახოთ ახლა როგორი გზავნილი არის ახლა მაღალი ძალებისგან ამ კავშირთან და ნუ ეს არის ბედი. ბედი всё, აქ მეტი რა გასაჭირო ლაპარაკი. ეს არის ბედი, ეს არის ურთიერთობა, ანუ ჩვენ გიგზავნით, მოვიდა დრო, ნახეთ აქ როგორი 10-იანი არის რა. ანუ გოგო იჯდა და უყურებს საათს უყურებდა, დროს ელოდებოდა, დრო მოვიდა დრო იმისათვის, რომ შენ უკვე იყო ბედნიერი, მოვიდა შენი დრო, მოვიდა ის პერიოდი, რომ უკვე მაღალმა ძალებმა შენ აი დაგაფასეს ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ იმპერატრიცა და პენტაკლების დედოფალი, ერთი და იგივე ენერგია. მოვიდა დრო შენი ბედნიერებისთვის, მოვიდა დრო იმისათვის, რომ შენ რაც გააკეთე, კარგი სიკეთე, რასაც შენ ახლა გაიარა გამოცდილება აიღა, რასაც აი შენ გქონდათ კივილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შენ უკვე всё, შენ დასრულდა ეს პერიოდი და არასოდეს აღარ იქნება უკვე აი აქ ეს მომენტები არასოდეს არ შემოვლენ ადამიანები, რომელიც შენ გულს გტკენდნენ, რომელიც შენ ნერვებს გიშლიდნენ, აი რომელიც აი რა ვიცი, შენ თვითონ რო დებდი ყველაფერს ურთიერთობაში, ხო? შენ თვითონ ახლა, მაგრამ ამ ადამიანებთან ვინც იყო თქვენთან ცხოვრებაში, თქვენ ბევრი რაღაცა ისწავლეთ, ბევრი რაღაცა გამოიარეთ, ბევრი აი რა ეს იყო თქვენთვის სასარგებლო, იმიტომ რომ აქ ადამიანი დიდი ხანი იყო, აი სულ ტრანსფორმაცია რა. უკვე დაიღალეთ და აქ მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ всё, მოვიდა შენი პერიოდი, როცა შენ უნდა დაისვენო, როცა ჰარმონია უნდა იპოვო, შენ როცა უკვე დამშვიდე უკვე, შენ ყველანაირად აქ დაიმსახურე, ყველა გაკვეთილები თუ რაღაცა გქონდა შენ სასწავლე, შენ უკვე ისწავლე, კი ბატონო, საკმარისია უკვე. გამოცდილება გაქვს ძალიან ბევრი, ნუ ახლა თქვენ ისტორიაზე მიყვებიან რა და უკვე მოვიდა შენი ბედნიერების დღე რა. ნამდვილად დასრულდა ეს ყველაფერი, როცა შენ მარტო აკეთებდი თვითონ, როცა შენ იყავი გამცემი, როცა შენ ყველაფერს აძლევდი ყველას და რაც შეგეძლო, მაგრამ არ იყო აქ ესეთი თანასწორი თქვათ ენერგიების მიმოსვლა, რომ შენ უფრო იყავი გამცემი. ხო? აი და ელოდებოდი, შენ ელოდებოდი ისეთ ადამიანს, რომელიც გაბედნიერებს, მაგრამ უკვე აღარს აქ როგორი მომენტი არის, იცით? ეს ადამიანი თქვენ უკვე თითქოს არც გჯეროდეთ, მაგრამ ეს ადამიანები, ვინც იყვნენ თქვენ ცხოვრებაში, აი როგორ არის, იცი, როცა შენ მაინც შინაგანად გრძნობ, რომ ღმერთო, ხო არსებობს ისეთი ადამიანი, ვისთანაც ნამდვილად მე შემიძლია ვიყო მე.
და იმან დამაფასოს ისე როგორც მე ვაფასებ, იმიტომ რომ თქვენ რო შედიხართ ურთიერთობაში, ყველანაირად აფასებთ, ყველაფერს უკეთებთ, ყველაფერს აძლევთ ადამიანს, ხო? მაგრამ აი შეიძლება რომ ჩემ ესეთი ადამიანი შემოს, რომ იგივე რასაც მე ვუკეთებ, ის იმან გამეკეთოს მეც, ხო? შეიძლება რომ ანუ პარტნიორობა ეგ არის რა. პარტნიორობა ეგ არის, როცა ორივენი დებენ რაღაცას ურთიერთობაში, ის რაღაცას გულისხმობ, რომ ანუ იმ სითბოს, იმ სიყვარულს, იმ ზრუნველობას, იმ ყველაფერს რა, ხალი თქვათ ახლა თავის სექსუალურობას და ყველაფერს კაცი თავის ქმედებით რაღაცას გახარება. აი ეს, მაგრამ ამას თქვენ დიდი ხანია ელოდებოდით, დიდი ხანია და აი ეხლა უკვე მოვიდა ის დრო, რომ თქვენ ნამდვილად ეს დაიმსახურეთ, ნამდვილად, всё. დამთავრდა ეს თქვენი რაღაცა სიტუაციები, დამთავრდა, всё. აქ მოდის თქვენთან სიხარული, აქ მოდის თქვენთან სიყვარული, იმიტომ რომ რაღაცა უმძიმესი პერიოდი, რომელსაც თქვენ ფიქრობდეთ, რომ როდესმე დამთავრდება, ეგ საერთოდ დამთავრდა და შემოდის თქვენთან სიყვარული. ახალი ადამიანი, რომელსაც მოაქვს თქვენთან ეს ბედნიერება, აი ერთად ცხოვრება, ზოგისთვის იქნება ოჯახი, ერთად ცხოვრობთ შეიძლება, მაგრამ აი ეს თქვენ მოკლედ, всё, აი ეს თქვენი ეს ფიქრები, მარტოობა, რომ არაფერი არ ხდება ტყუილები, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ეს კაცი, ანუ ამაზე და წერტილს დასვავს რა. ეს ადამიანი შემოდის იმისათვის, რომ თქვენთვის შემოიტანოს, ნახეთ რამხელა ბედნიერება შემოაქვს ამ ადამიანს, რამხელა ბედნიერება შემოაქვს თქვენ ცხოვრებაში და ზუსტად იქაც იყო პენტაკლების, აი ზუსტად იქაც ნახეთ ეს გაშლა, იქაც იყო ზუსტად ეს ხმალების ტუზე, იქაც იყო ეს პენტაკლების ტუზე. აი ახალი ადამიანი, რომელიც მოდის თქვენთან, რომელზეც თქვენ ფიქრობდით და ოცნებობდით და მოდის აი აქ даже ზოგისთვის შეიძლება ის ადამიანი იყო, რომელზეც აი მთელი ცხოვრება რო იქნებით და ერთად და ნამდვილად აი თქვენ გრძნობდით, თქვენი ინტუიცია გეუბნებოდა იმას, რომ მე ვიცი რომ იქნება ესეთი ადამიანი, ვიცი რომ ღმერთი გამომიგზავნეს, ჩემი საგვარეულო გამომიგზავნეს აუცილებლად ისეთ ადამიანს, რომელიც სრულიად შეცვლის ჩემ ცხოვრებას, ვისაც მე ვიქნები ბედნიერი, ვისაც მე ვიქნები კარგად, ვისაც აი მე ვგრძნობ, მე ვიცი რომ ესეთი ადამიანი არის და ნამდვილად აი ეხლაც თუ ვიჯექეთ თქვათ კაიხანია მარტო მაგას ველოდებოდი, შეიძლება თქვენ წერდით რაღაცა წერილებს, თქვათ სამყაროს თხოვდით, ხო? ეხვეწებოდით, რომ ღმერთო, მეც ხო ვემსახურები, კი დაიმსახურე. კი, შენ დაიმსახურე, შენ ვიზეც ოცნებობდი, შენ ფიქრობდი, რომ უკვე აი კი, ნუ ახლა კიდე თქვენი რაღაცა სიტუაციებს მეჩვენებენ, всё, გამოდიხართ გოგოებო, მიიღეთ ჩემო სიხარულებო ეს დიდი მადლიერებით, იმიტომ რომ მართლა აქ უმრავლესობას დაუსრულდა სიტუაცია, რომელიც იყო ძალიან დიდი ხანი, შეიძლება მთელი ცხოვრება თქვენ აი ასე იტანჯებოდით, ნუ იტანჯებოდით როგორ ახლა, რა თქმა უნდა, რაღაც კაი მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ აი ეს არის შეიძლება თქვენ მთელი ცხოვრება და ეს ყველაფერი რაც თქვენ გამოიარეთ იმ თქვენ თქვათ ან ძველ პარტნიორებთან, ან ძველ სიტუაციებთან გამზადებდა თქვენ უშუალოდ აი ამ ადამიანისთვის, რომ უკვე თქვენ აი ესეთი შეცვლილი, ესეთი გამზადებული, ასე რომ თქვათ, შეხვდებით ან თქვენ ამ საბედო კაც გვაჩვენეს ჩვენ ხო, რომელსაც რომ ბედმა გამოგიგზავნა დიდი საჩუქარი, რომ ამოისუნთქებ და აი ნამდვილად გეძლევათ საშუალება, რომ იყოთ აი ბედნიერად იგრძნოთ თავს, ანუ ქალი თავის ადგილზე, კაცი თავის ადგილზეა და ვართ ბედნიერები ორივენი, ისეც იქნება ბედნიერი თქვენს გვერდით, თქვენც იქნებით მის გვერდით ბედნიერი, ჩემო ლამაზებო, თავარია გჯეროდეთ. თქვენ თუ ახლა იტყვით, რომ ხო, ვიღაცას კი, მე არა, მასიც იქნება. უნდა გჯეროდეს, რომ სამყარო ყოველთვის შენთვის ამზადებს მხოლოდ და მხოლოდ კარგს, რასაც მე თქვენ გისურვებთ ყოველ დღე.